ქართველიერი ბრძენია და ძალიან კარგად მიხვდება რაზეა საუბარი. ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონმდებლობა, რომლითაც გვავალდებულებს, რომ დავაჩიპინოთ ჩვენი შინაური ცხოველები, მათ შორის ძაღლებიც, რომლებიც ითვლებიან ჩვენი ოჯახის წევრებად. მართალია არასრულფასოვანი უფლებებით, მაგრამ მაინც ოჯახის წევრები არიან. ამასთან დაკავშირებით მაქვს ჩაწერილი ერთი ვიდეო, წერ მეორეს, განმეორებით თხოვნა მიმართვას და რატომ? როდესაც შენ ხარ ხელისუფალი და შენ თვითონ ყოფნის იმის უნარები და პასუხისმგებლობა, რომ შენ თვითონ გააკრიტიკოს შენს მიერ მიღებული კონსტიტუციური ჩანაწერები და კანონები, დროთა განმავლობაში ეს გაანალიზო, ამ იმედით და ამ სულისკვეთებით მოგმართავ, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლი, რომლითაც შენ მოიპოვე, ესე იგი მორწმუნე საზოგადოების ყველა კონფესიის მიუხედავად არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი მორწმუნე, რომელსაც ესე იგი არ უნდა მიიღოს ის ჯანდაცვის ჩარევები, დაუშვათ ჩიპიზაცია თუ ვაქცინაცია თუ ტესტირება, რადგან თქვათ ეს ეწინააღმდეგება მის რელიგიას, მიუხედავად იმისა, რომ ამით მისი ესე იგი რწმენის და აღსარებლობის თავისუფლება იღება, შენ კონსტიტუციის მე-16 მუხლი და კერძოდ მეორე პუნქტით გააქვს უკვე უფლება ის აიძულო. ამ კანონის და ამ კონსტიტუციური ჩანაწერის ფონზე, როდესაც შენ უკვე კარებზე მიკაკუნებ და ჯერ ჩემ ძაღლს მაიძულებ რომ დაგაჩიპინო, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ ჩემს ოჯახში შემოიჭერი და კონსტიტუციის იმ მე-16 მუხლს და მეორე პუნქტს ტესტავ, იმიტომ რომ იმ სისტემისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ძაღლი დაიჩიპება, ვირი, ძროხა, კამეჩი თუ ადამიანი. ის ერთნაირად აკონტროლებს ყველას ერთადაც ცალ-ცალკე და უბრალოდ პირადი ნომრის, მრავალწახნაგოვანი რთული პირადი ნომრის შიგნით, ესე იგი ერთი რიცხვი არის, რომელიც განსაზღვრავს, რომ ეს ადამიანია და მეორე რიცხვი განსაზღვრავს, რომ ეს არის პირუტყვი და წერტილი. ეს არის ISO სტანდარტები და ძალიან კარგად იცის ესეც მისმა უდიდებულესობა ქართველმა ერმა და წერტილი. შესაბამისად, როდესაც შენ ხელისუფალი ამბობ შენ სამოტივაციო წერილში, რომ ესე იგი ის ხალხი, ვისაც ყავს შინაური ცხოველები არიან უსინდისო უპასუხისმგებლო ხალხი, შეიძლება რამოდენიმე თვე აიყვანოს შინაური ცხოველი, გაერთოს და მოისროლოს და ამიტომ შენ როგორც მზრუნველი ხელისუფალი შენ თავს აძლევ იძულების უფლებას, რომ დამიჩიპო ოჯახის წევრი შინაური ცხოველი, კითხვას ვსვამ. და შესაბამისად ის ადამიანი, ვინც მართლა მასეთია და ასეთი თაღლითები და უსინდისოები მართლაც არის სამწუხაროდ სოციალურ არქიტექტურაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ თუ ამ კანონს მიიღებ, პიროვნულად პრიმიტიული კუსტარული წესით არ ამოუღებს ჩიპს, ანუ ოცლას არ მიცემს ექიმს, ფარულად არ ამოუღებს ჩიპს და მაინც არ მოისვრის ქუჩაში. ანუ ხელშეკრულება და კანონი რო იწერება, იმის დარღვევის საშუალებები ყოველთვის არსებობს და ის თაღლითი დარჩება თაღლითად და შენი პატიოსანი მოქალაქე, შენი ქვეყნის შვილი, მისი უდიდებულესობა ქართველი ერი ყავს დამცირებული და ღებულობ ისეთ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება მის ღირსებას, ამცირებ მის ღირსებას. ღვთისა და ერის წინაშე სახში უვარდები და ოჯახის წევრს უკვე უჩიპავ და მიღებული გა კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც პირდაპირ ანტიქრისტიანულია. ესე იგი ეს არის თავდასხმა ადამიანზე და მის ღირსებაზე, რომელიც შექმნილია ღმერთის ხატებად და მსგავსებად და წერტილი. იმ ფონზე, როდესაც შენ იცი ხელისუფალმა, რომ თვით შევარდნაძემაც კი არ ვახასიათებ ახლა, ეს ცალკე დიდი თემა არის. აღიარა 2002 წელს, რომ ესე იგი კომუნისტებმა მიწასთან გაასწორა და დევნა, ესე იგი მორწმუნე საზოგადოება, ერი და ბერი და ეკლესიები. აღიარა კონსტიტუცია და რაღაცა სიმბოლური კომპენსაცია ჩადო, ხო არ მოვიდა დრო, რომ აღიარო, რომ ევროკავშირმა თავისი აი ამ დირექტივებით შენი ხელი დევნა მისი უდიდებულესობა ქართველი ერი და წერტილი. შენ ეს უკვე საკონსტიტუციო დონეზე უნდა აღიარო ღვთისა და ერის წინაშე, დაწყებული პირადი ნომრების იზულებით, გაგრძელებული აიდიზაციით, გაგრძელებული მამის სახელის ამოღებით პირადობის მოწმობებიდან, გაგრძელებული მწვანე და წითელი პასპორტებით და ტესტირებებით და 1000 ესე იგი სხვადასხვა манипуляციებით და უკვე კონსტიტუციის მე-16 მუხლი მიიღეს, სადაც პირდაპირ აპოკალიფსის მე-13 თავი დამიკანონე, რო გამოდის კათალიკოს პატრიარქი და გეუბნება, რომ უკანონობა და გვიკანონეს, შევინარჩუნოთ ადამიანობა. ზოგს ფაჩი-ფუჩი ესმის და ზოგს ბრახა-ბრუხიც არ ესმის. ამიტომ ჩვენი ვალდებულება არის, რომ ისე უთხრათ ხელისუფალს, ხო, ესე იგი, როდესაც მე მივდივარ ეკლესიაში წირვალ ლოცვაზე, მე დედა ეკლესია მეუბნება, რომ შენ უნდა ილოცო ერისთვის, ხელისუფლებისთვის, მხედრობისთვის, მთავრობისთვის, რომ უფალმა მისცეს გონება და ეს ლოცვა არ იკარგება ხალხნო. ზუსტად აი ლიტურგიკული აზროვნებიდან გამომდინარე, მე შევეცადე, რომ ისეთი ფორმით მომეტანა ეს ხელისუფლების წინაშე, რომ ყოფილიყო მისთვის გასაგები.
რომ ყოფილიყო ახმათი, რომ ყოფილიყო შესადარისი, რომ ყოფილიყო უტყუარი და გაითვალისწინებს თუ არა დაილოცა ღმერთის სამართალი. მე უნდა გავაკეთო ის მცირედი, რომელიც მე მევალება. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ჩემ ძალებს სხვა მოქმედება აღემატება და რაც მევალება მცირედი, ამას ვაკეთებ თამდაბლობით და სიყვარულით. მართალია არც ერთი არ ამაქვს და ვსწავლობ, მაგრამ რადგან მამა გაბრიელმა ბრძანა რომ უნდა ვისწავლოთ სიყვარულიო, ვსწავლობ და შესაბამისად ამიტომაც ესეთი თამდაბალი ფორმით შემოგთავაზეთ. რა თქმა უნდა, არის სხვა, ესე იგი, ძალები, ეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც იგონებს fake პროტესტებს და ამ ფონზე სანამ სამხედრო დამნაშავეები, ტერორისტები, სამოქალაქო ომის გამჩაღებლები ხმაურობენ და ახშობენ ქართველი ერის სულის ამოძახილს, რთულია რომ ერთის გაითვალისწინო და მეორეც, მაგრამ შესაბამისად ხელისუფლების პასუხისმგებლობაც ამაში მდგომარეობს. დროზე გაანთავისუფლეთ, ესე იგი, სივრცე იმისათვის, რომ ქართველი ერის ხმა გაიგოთ სრულყოფილად. და რატომ? თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ ხშირად ღებულობთ ისეთ კანონმდებლობას, რომლის სამოტივაციო წერილი ან დაძალებულია, ან არ არის სრულყოფილი და აი ამ კანონმდებლობის, ესე იგი, დახვეწის მიზნით, როდესაც გასუფთავდება, ესე იგი, პოლიტიკური ველი, თქვენ შეძლებთ როგორც ზეპარტიულ საკითხებზე ქართველი ხალხის მოსმენას, ასევე უკვე პარტიები, კონსერვატიული წამსის მქონე პარტიები ნელ-ნელა ჩაერთვება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და ერთად ერთიანი ძალებით შეძლებთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ჯერჯერობით ეს პლებისციტის გასაკეთებელია, მაგრამ იმდენად გააფუჭეს მთლიანი პოლიტიკური გარემო აი ამ ქვეყნის მოღალატეებმა, რომ მართლა რომ პროტესტი დაგჭირდეს პატიოსან ადამიანს, ესე იგი იმდენით კანონი დაარღვიეს, რომ მოგიწია გამკაცრება. ამიტომ პლებისციტის ინსტრუმენტიც რო არ დააზიანონ, ჯერ გაასუფთავეთ მთლიანი არეალი აი ამ მოღალატეებისგან და შემდეგ აუცილებლად აამუშაოთ ის დაპირება უნდა შეასრულოთ, რომ ქართველი ერის ხმა უნდა ისმოდეს უპირატესად საქართველოში, უპირატესად. შესაბამისად, ერთადერთი რაც უნდა ითქვას სამართლიანობიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, თქვენ ითვალისწინებთ თუ არ ითვალისწინებთ თქვენი ხალხის ხმას, ზოგჯერ კრიტიკასაც, ერთადერთი არის საქართველოს მთელს ევროკავშირის სივრცეში, სადაც შენ შეგიძლია გააკრიტიკო ხელისუფალი, ხშირად უსამართლოდ და fake news-ებითაც აკრიტიკებენ, მაგრამ შენ ამისთვის არ ისჯები. და ამის ბოროტად გამოყენებაც ცალკე დანაშაულია და ამ დანაშაულის ჩამდენი fake გამპროტესტებლები, სამხედრო დამნაშავეები, კრიმინალები, ტერორისტები, სამშობლოს მოღალატეები და სამოქალაქო ომის გამჩაღებლები ვიცი მე ციხეში. და რაც უფრო მალე, მით უფრო სწრაფად დამშვიდდება გარემო და ქვეყანა განვითარდება და წერტილი რით დავიწყე. როდესაც თქვენ გულისტკივილით ამბობთ გერმანიაზე და სხვა, ესე იგი, უძლიერეს ქვეყნებზე, რომ ევრობიუროკრატიამ დაკარგა სუვერენიტეტი, შესაბამისად თვითკრიტიკის უნარი გამოიჩინეთ და დაუსვით თქვენ თავს შეკითხვა. რას უდრის კონსტიტუციის მე-16 მუხლი და მისი მეორე პუნქტი ვისებძვით მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს, ეს საქართველოა და ესე იგი უფალი თავის სამწყსოს, თავის შვილებს არავის არ დაუთმევს და ვინც გადაეღობება და დევნის მას ჯერ შეაგონებს და მერე უკვე იწყებს მის ხრწნას, მისი მდევნელის ხრწნას იწყებს და დროზე შეინანეთ ხალხო. ხო, სინანული არ უნდა გცხვენოდეს. და ხედავთ ამას, როგორ თქვენ თვითონვე აღიარებთ, რომ რიგი კონსტიტუციური თუ კანონქვემდებარე აქტები, რომელიც მიიღეთ, არ იყო გამართლებული. ესეც იმ ერთთაგანია, რომელიც ითვლება უდიდეს შეცდომად, იმიტომ რომ ეს არის აპოკალიფსის მე-13 თავი და წერტილი ამ ეტაპზე ამით დაგემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისათვის.